მოგესალმებით ყველას. ეხლა ვწერ ამ ვიდეოს ადამიანის ხმაზე და ადამიანის ხმის ძალაზე, მაგრამ პარალელურად ვუყურებ ვიდეოს, არ დამავიწყდეს სახელი Liquid Dogma თამარი. YouTube-მა ამომიგდო ეხლა შემთხვევით და ვუყურებ მის ვიდეოს, ისიც ფესტივალი ასურეთში, ესე ქვია ვიდეოს. თუ გინდათ გადადით მის გვერდზე Liquid Dogma და ნახეთ ეს ვიდეო, ძალიან მაგარი ვიდეო სხვათა შორის და ძალიან სწორი. თუ სიტყვაზე ვიღაცამ არ იცის სად ჩაატაროს ფესტივალი, ვინც დაინახა ის ვალდებულია, ვინც ხედავს ამას, ვისაც სული უდგას პირში, ის მივა და ის გაიშვებს თითს იმისკენ, რაც არ არის კარგი რა. იძახის ეს გოგოც, რომ თუ არ იციან სად ჩაატარონ ფესტივალი, მაშინ მივა და ავუხსნი და ვაჩვენებ სად ჩაატარონ ფესტივალი და მე არ დამავიწყდეს, რომ აუცილებლად გესაუბროთ ცოტა ჩვენი ხმის ძალაზე რა, ანუ ძალიან არ გადავერთო. ერთი სიტყვით, ვისაც გაინტერესებთ, მიდით და ნახეთ ეგ ვიდეო და რატო ვაკეთებ ახლა ამას, იმიტომ რომ არ მინდა რომ უბრალოდ ჩავუარო იმას, რაც ვნახე. ეგ ადამიანი არ უნდა, ეგ ქალი არ უნდა იდგეს მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ არის მარტო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ რამეზე ხელჩაკიდებული მოძრავ. მეორე ის არის მეგობრებო, რომ როგორც ნახეთ რა, სადაც ტარდება ფესტივალი, ეს არის ფაქტიურად ადგილი ტყე. ტყეში ცხოვრობენ ძალიან ბევრი ტყის ბინადრები. დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანი ოჯახები ალბათ ირმების, მელების და ბევრი სხვა ჩიტების და ტყის ბინადრების, როგორც კი ეს მუსიკა ჩაირთო, ალბათ მოუწიათ აყრა და სადღაც გაქცევა 15-20 კილომეტრის რადიუსში რა და აქედან გამომდინარე, არც ერთი კარგი ადამიანი ბუნებას არ აწიოკებს რა და არც ერთი კარგი, იმიტომ არ ვარ მე მანდ სიტყვაზე რა. მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ არის აქ შფასქილა და გართობის მკვლელი რა და ყველას უყვარს გართობა, მაგრამ გართობას თავისი ადგილი აქვს. ფაქტიურად მუსიკას რომ მოусმინე, რა მუსიკაც იყო ჩართული მაგ ფესტივალზე, იყო დამანგრეველი ხმა. ხმა არის ყველაზე ჰაიტეკი მეგობრებო. შენი ხმით, შენ აშენებ ყველაფერს და ანგრევ ყველაფერს რა. თუ დღემდე არ იცი შენი ხმის ძალა, აი უბრალოდ რა ნაგლი უნდა ვიყო, რომ გთხოვო, რომ მომცე შენი ხმა, შენი ყველაზე დიდი ძალა, რომლითაც რკურნავ ეჭვი ხო არ ეპარება ვინმეს რა, ამ წუთას სახლში მყავს კატა ეპილეფსიანი. ვინმეს ხო არ ეპარება ეჭვი, რომ ამ ხმით გამკურნა მას, ძალიან ჩვეულებრივად. იმიტომ აღმერთი მკვდარი, რომ შენ ხმაზე ღადაობ. იმიტომ რომ შენ ხმას ისე იძლევი, როგორც არაფერი. და არ იცი შენი ხმის ძალა. ჰაიტეკი, ყველაზე ჰაიტეკია. ყველაზე მაღალი ტექნოლოგია. ევროპაში რო ხანძრები მძვინვარებს და თუნდაც ამერიკაში რო ხანძრები მძვინვარებს, არის ტექნოლოგია ხმით ზუსტად ერთ წამში ამ ხმას დაადებ. თუ ვიპოვე ეგ ვიდეო, აუცილებლად დავართავ ამ ვიდეოს, როგორ ხრება ნებისმიერი ტიპის ცეცხლი, არა წყლით, არა წყლის ზიდვით, თვითფრინავებით და აი ამ სისულელეებით, უბრალო პატარა ტონით. მაგრამ გვეღადავებიან მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენ სახლს არ ვიცავთ. იმიტომ რომ შენი ხმით არ გჯერა, შენ დღეს არ ტრენინგობ იმას, რომ შენ დაატრენინგო შენი ხმა, რომ შენ ჩააქრო ეგ ცეცხლი, იმიტომ რომ შენამდე არ მოდის ეგ, არ გითხრეს არაო, შენი ხმაო, არაო. ამ ფისოს უბრალოდ ვეუბნები, ჩემი ჯანმრთელი ფისო, მოდი ჩემთან. ხო, შეიძლება პირველივე ჯერზე არ გამოჯანსაღდეს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ მეორეც და აღარც კი დამჭირდება. ასე რომ შენი ხმის ძალა და სიტყვის, რასაც ამბობ, კიდევ ერთხელ ყოველთვის დაფიქრდი მაგაზე და ვინც დაინახავს რამეს არ აღვთიურს და ბუნების საწინააღმდეგოს, ხო, ვინც ნახავს ის ვალდებულია მივიდეს იქ და გააკეთოს თავის საქმე. ჩვენ რო გძინავს ეს დემონური ენერგია, ამიტომ ბატონობს. იმიტომ რომ შენ გძინავს. მერე იტყვის ნიცშე მოკვდა ღმერთიო. ხო, იმიტომ რომ შენ არ გჯერა შენი თავი, შენ არ გგონია შენ საქმედ, რომ რაც არ მოგწონს, ის გამოასწორო შენ პირადად. და ეგ რო შენ საქმეთ არ გგონია, ამიტომ ისინი ბატონობენ. მაგრამ ძალიან ცოტა ხანიც